გამარჯობა. პედი პიბლეტმა ილია თოფურიას ძაღლიშვილი უწოდა და კიდევ ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა. ოლივეირას თქმით კი, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და ის თოფურიას დაამარცხებს, შემდეგ კი ქამარს შემოიხვევს. დიდი შეტევა ქართველ მებრძოლზე. კატალონიის ბარსელონამ ახალგაზრდა ტალანტი დაიმატა. ახლა იამალი ნიკო ვილიამსთან ერთად წყვილში ითამაშებს. ხოლო მადრიდის რეალმა ახალი შემადგენლობით პირველი მატჩი ჩაატარა. რა კომენტარს აკეთებს კლუბის ახალი მწვრთნელი ჩაბი ალონსო. ეს და სხვა სიახლეები ჩვენს ვიდეოში. სამწუხაროდ ამ წამს ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, თქვენში 70% ადამიანს არხი გამოწერილი არ გაქვთ. არ დაიზაროთ, რადგან ამით ძალიან დამეხმარებით არხის გაზრდაში. ასევე ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 ლაიქზე. მადლობა შენ თუ ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. შეერთებულ შტატებში მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გრძელდება. ჰ ჯგუფში მადრიდის რეალმა ტურნირზე თავისი პირველი მატჩი ალ ჰილალთან ჩაატარა. მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეს სამეფო კლუბის ახალი მწვრთნელისთვის სადებიუტო გახდა. მატჩის შემდეგ ჩაბი ალონსომ განაცხადა, რომ რეალში იდეების განსახორციელებლად დრო სჭირდება. არის რაღაცეები, რაც უნდა შეიცვალოს. აუცილებელია ეს გამოასწოროთ. ამიტომ დრო არის საჭირო. მოსამზადებლად 9 დღე გქონდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა მხოლოდ 3 ვარჯიში ჩაატარა. ყველაფერი მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ მონაწილეობთ ტურნირში და გვინდა ვისწავლოთ. დრო სჭირდება იმას, რისი გაკეთებაც გვსურს. ყველა თამაში გვაძლევს გაკვეთილს, რომელიც დაგვეხმარება, რომ უკეთესები გავხდეთ. თქვა ესპანელმა სპეციალისტმა. შეგახსენებთ, რომ ჩაბიმ რეალი 25 მაისს ჩაიბარა და მან ამ პოსტზე კარლო ანჩელოტი შეცვალა. მანამდე ის ლევერკუზენს წვრთნიდა. კეთყვით ასევე, რომ საკლუბო ჩემპიონატზე რეალი მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს გამართავს და პაჩკუას დაუპირისპირდება. ჩარლზ ოლივეირამ, რომელიც რამოდენიმე დღეში მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ილია თოფურიას დაუპირისპირდება. MMA ჯანკისთან ინტერვიუში ელ მატადორზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ილია მასზე პატივისცემით არ საუბრობს. ეს სატიტულო ჩხუბია საბოლოო ჯამში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ყავს თუ არა ამ წონას ამჟამად ჩემპიონი. ეს არის სატიტულო ჩხუბი, რომელიც მოსაგები გაქვს. რა თქმა უნდა, მოუთმელად ველი ჩხუბს, განსაკუთრებით იმ ჰაიპის ფონზე, რომელიც ილია თოფურიას დევს თან. ის დაუმარცხებელია, რის გამოც ჩხუბს კიდევ უფრო მეტად ველოდები. არ ვიცი რატომ, მაგრამ მისი მხრიდან პატივისცემას ვერ ვხედავ. ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი 28 ივნისს გაირკვევა. ყველა მიცის ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი. ქვემ მსუბუქი წონიდან მსუბუქში გადასვლისას მე ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა, მაგრამ ეს ინდივიდუალური საკითხია. ილიას ასეთ დონეზე ჩხუბის გამოცდილება არ აქვს. რა განსხვავება იქნება ამ ტიტულსა და მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბში მოგებულ ტიტულს შორის ემოციების მხრივ? რა თქმა უნდა, ჩენდლერთან ჩხუბი უკვე წარსულია. ეს იქნება ახალი სახე, ახალი ემოციები, ეს განსხვავებული მომენტია. ბევრს ვსაუბრობ მემკვიდრეობის შექმნაზე და ამ საკითხში ჩემპიონობის მოპოვება დიდი წვლილი იქნება ამ მხრივ. როგორი გამარჯვება იქნება საუკეთესო ჩემი მემკვიდრეობისთვის, ნოკაუტი თუ საბმიშენი? ყველაზე მთავარი გამარჯვებაა და ეს ასეც მოხდება. ეს უკვე დაწერილია. UFC-ს მებრძოლმა პედი პიბლეტმა არ დამალა, რომ ილია თოფურიას ძულს. ის ელ მატადორის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ქართველმა მებრძოლმა მას ჰიპოკრიტი უწოდა და აღნიშნა, რომ მას ვერ იტანს. ილია თოფურიას მიმართ ნამდვილი სიძულვილი მაქვს. ფიქრობ ის ძაღლიშვილია. ილუზიებში არ ვცხოვრობ. თვლი რომ კარგი მებრძოლია, მაგრამ როგორც აღნიშნე, დარწმუნებული ვარ, რომ დავამარცხებ. რატომ მიწოდა ჰიპოკრიტი? იმიტომ რომ მას პატარა მსუქანი ჯუჯა უწოდე. სიმაღლეში 165 სანტიმეტრია და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის წონას მაინც ვერ აფიქსირებდა. ძალიან დაბალია და ქვემსუბუქში წონას მაინც ვერ აბარებს. მე წონა არასდროს ჩამიგდია. არ ვიცი როგორ აძლევს თავს იმის უფლებას, რომ მსუქანი დამიძახოს. მსუქანი იმ შემთხვევაში ხარ თუ საკუთარი დივიზიონის წონას ვერ აბარებს. შეგახსენებთ, რომ პიბლეტის აზრით ელ მატადორს მომდევნო ჩხუბშიც არ აქვს შანსი და ჩარლზ ოლივეირას ვერ დაამარცხებს. საკუთარი პროგნოზის მიუხედავად, მას იმედი აქვს, რომ თოფურია გაიმარჯვებს, რადგან ამ შემთხვევაში არის შანსი კიდევ ერთი ჩხუბის გამართვა არ მოუწიოს და პირდაპირ ტიტულზე იბრძოლოს. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ პედი პიბლეტის ამ უღირს საქციელზე. ის არასდროს მომწონდა, ახლა კი მივხვდი როგორი ვირთხაა. მას კაცურის არაფერი აქვს. რაც შეეხება ილიას, ღმერთი მასთანაა და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებებში. წარმატებები ჩვენს მებრძოლს მომდევნო ბრძოლაში. ამიტომ სრულიად გასაგებია, რომ ახლა ჩვენზე ბევრს ისაუბრებენ. კომპლიმენტების მოსმენა ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ კიდევ უფრო უკეთ ვითამაშოთ. დიდ გუნდებთან თამაში ყოველთვის საინტერესოა. ბოტაფოგოს დიდი ისტორია აქვს. მოგებული აქვთ ლიბერტადორეს თასი. დარწმუნებული ვარ, პსჟ-ს წინააღმდეგ თამაში მათთვის დიდი მოტივაცია იქნება. ჩვენ სტანდარტულად ვემზადებით. ბევრი არაფერი შეგვიცვლია. მიუხედავად იმისა, რომ ტოპ გუნდს ვეთამაშებით, მოსამზადებელი პროცესი უცვლელია.
შეცვლელია. მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც შეიძლება მატჩისას მოხდეს. გსურს კაი სანახაობა შევთავაზოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს მატჩს ნახავენ. ასევე გსურს გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. ეს ყოველდღიური ამოცანაა. ლუის ენრიკეს პალეტისთან ერთად დგას ჩემ თვალში, რადგან ორივე მიპოვა ხვიჩასთან საერთო ენა, რაც დასაფასებელია. ვფიქრობ, მომავალი სეზონიდან ხვიჩა ბევრად უკეთესი დაგვიბრუნდება. გამიზიარეთ თქვენი აზრებით ამ თემასთან დაკავშირებით. ჟოან გარსიას ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ ბარსელონა ნიკო ვილიამსის ტრანსფერზე გადაერთო. ესპანური მედიის ინფორმაციით კატალონიური კლუბის დელეგაცია დეკუს ხელმძღვანელობით იბიცაზე იმყოფებოდა, სადაც ამჟამად ბასკი ფეხბურთელი ისვენებს. დღეს კი ცნობილმა ჟურნალისტმა და ინსაიდერმა ფაბრისიო რომანომ ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ნიკო ვილიამსი და ბარსელონა 6 წლიანი კონტრაქტის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ. ფეხბურთელის პირადი კონტრაქტი 2021 წლის ივნისამდე იმოქმედებს. ნიკოს ხელფასი დაახლოებით 7-8 მილიონი ევრო იქნება. ამჟამად ბარსელონა ფინანსურ საკითხებს აგვარებს, რათა შემდეგ ბილბაოსთან მოლაპარაკებები დაასრულოს და ტრანსფერი გააოფიციალუროს. ცნობისთვის გუშინ ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა ზაფხულის პირველი ტრანსფერი. ჰანსი ფლიკის გუნდს ესპანიოლის მეკარე ჟუან გარსია შეუერთდა. ბლაუგრანამ 24 წლის მეკარის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი 25 მილიონი ევრო გადაიხადა. გუშინვე ბარსელონას პრეზიდენტმა ჟუან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურებულია, რაც ერთ-ერთში პრინციპის ფარგლებში ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის ძალიან კარგი ამბავი ბარსელონას გულშემატკივრებისთვის და ვფიქრობ, მომდევნო ლა ლიგის სეზონი საკმაოდ საინტერესო გამოვა. დღევანდელი ვიდეო კი დასასრულს მივუახლოვ და იმედი ამოგეწონათ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. მე კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.